ეს განცხადება დღეს იყო გაკეთებული, ხო? კი, ახლა ის აღამოს გააკეთა. ქართულ ოცნებას უკვე წლები გამოსდის ძალიან კარგად ყურადღების გადატანა ნამდვილი პრობლემებიდან, რაღაც უმნიშვნელო პრობლემებზე თანამედროვულად განა ამ პრობლემას აგვარებენ. პირიქით, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ არანაირი ლეგალიზება არ ხდებოდა და არ ყოფილა ამ ქვეყანაში არასდროს, რაც შეეხება აი მარიხუანას. იყო ის, რომ დაწერეს, რომ ანუ სიტყვაზე მოწევა შეიძლება, მაგრამ ჯიბეში თუ გიდევს ესაც თვალმეშლება 2018 წლის დიდი აქციების მერე ვითომ დეკრიმინალიზაცია და ვითომ ლეგალიზაცია, ანუ თუ ეწევა ადამიანს საიდანაც უნდა კონდეს ეს, ხო? ეს არის კრიმინალიზებული. შემდეგი იყო, რომ ვითომ ონლაინ კაზინოები აიგრძალეს, სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ განადგურებულ ხალხს, გინდა ხალხგაზრდა იქნება, გინდა მოხუცი იქნება, მე მათხოვარი ქალი მინახავს, რომელიც სლოტებს ატრიალებს და სადა აკრძალული. ეს არის ნაწარი თვალებში, რომელსაც ეს ისე ვთქვათ, ქართული ოცნების ამომრჩეველი ძალიან კარგად ჭამს და გონია, რომ აი საქმეს აკეთებენ. სინამდვილეში ყურადღების გადატანა ნამდვილი პრობლემებიდან, რომელიც დღეს არსებობს და რომლის გაშუქება არ უნდათ. ჩვენ არ ვართ გაყოფილები. არ არის ეს იმ პარტიული, ამ პარტიული, ჩვენ ყველას გვაცუხებს ერთი და იგივე პრობლემები. და ეს რო იყოს გაშუქებული, დამიჯერეთ 3% კი არა, 10% კი არა, 99% ადგება, ჩამოვა და დადგება რუსთავში.